კი, ჩვენ ვართ ყველი სამშობლო და ეს მე დამიდასტურა არქეოლოგია. ზუსტად იგივეა რაც ქვევრის ღვინო, დერგის ყველი ზუსტად იგივეა. თქვენ წარმოიდგინეთ სამეგრელოში განსაკუთრებული იყო არც მეტი არც ნაკლები მეგრული ბუდის ყველი. აი ეს სახე მიყვარს როცა ასე გაოცებით შემომხედავ ხოლმე რას ნიშნავს მეგრული ბუდის. ინტერესებს ის ინოვაციები და ის ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც თქვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში და ფიქრობთ რომ კარგი იქნებოდა საქართველოში ეს ყველაფერი დაგვეყო. ყველაფერი მინდა. ჩვენი იდეაც ეს არის რომ შეინარჩუნა ტრადიცია და ახალი დაინატა. მე არ მინდა არც ერთი საწარმო რძის კი არა, საერთოდ მაღაზიაში არ მინდა შესვლა, სადაც ხასპი არ არის დანერგილი. ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე რომ შევიდეს ეს ჩვენი პროდუქცია, ამისთვის თუ არის რაღაც განსაკუთრებული დასაკმაყოფილება. აი ესე გიფარავ ხელს. ადამიანი რო კვდებაო ერთ ნაჭერ ყველს ჩაუდები, პრიშო ანდერძე ხელის მოწერა მოასწროს. ეს არ არის იმერული ყველი, ეს არის მეგრული სუპის ყველი. პერიოდი იმერულ არა, არა. აი, თელი დედამიწის მოდელია ეს პატარა საქართველო. აქ გაკეთებული ყველი, არანაკლებ ხმაურიანი იქნება ვიდრე შვეიცარიული ყველია. არანაკლებ ხმაურიანი იქნება ვიდრე ფრანგული ყველია. ხო ხდებით, როგორც ღვინოში ჩაისხა დიდი ინვესტიცია და დიდი ყურადღება, ყველშიც უნდა მოხდეს იგივე.